გამარჯობათ დღეს ჩვენს ძველ მეგობარს, ჩვენს ძველ სტუმარს, ბატონ გიორგი დვალაშვილს უბრუნდებით, უბრალოდ ის დაგვიბრუნდა, თელი ეს წელი მას ჰქონდა ძალიან პროდუქტიული, გარდა საქართველოს ისედაც მოვლილი აქვს ფეხით და ყველა კუთხე-კუნჭული იცის, მაგრამ ამჯერად უკვე ევროპაში გადაინაცვლა და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ნახა რაღაც ნაწილობრივ ამაზეც ვისაუბროთ გიორგი, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება გეოგრაფიის თვალით დანახული ევროპა, ხო? გარდა იმისა, რომ თქვა იქ კულტურული და რაღაც ესეთი სხვა ძეგლები არსებობს ასევე გეოგრაფია, რომელიც მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი და განსხვავებული გეოგრაფიულად ქვეყნები შედის ევროპაში. რა ვიცი, საიდან დავიწყოთ, შენ რას მირჩევ? ყველაზე ახალი შთაბეჭდილებები შენ გაქვს, როგორც ვიცი, მეტეორასგან, იმიტომ რომ ეს არის მართლაც საოცარი ადგილი, მე სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ თვითმხილველის თვალით დანახული ეს გეოგრაფიული და გეოლოგიური საოცრება და აქედან დავიწყოთ და მე უკვე ნელ-ნელა გადავიდეთ სხვა თემებს. გამარჯობა პირველ რიგში. გამარჯობათ. მიხარია რომ მოძებნეთ დრო ჩვენთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს უზარმაზარ მაყურებელს და ძალიან მიხარია რომ ესეთი საინტერესო გადაცემები მართლაც რეალურ მაყურებლამდე მიდის და მაყურებელი ამას აგებით ეკიდება და აზიარებს და კიდევაც გაიზიარებს ამაში და თხოვმათ რომ ესეთი არხის არსებობისთვის და ფუნქციონირებისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია ესეც იქნება. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემატიკას, თავარს წალკის მუნიციპალიტეტს საუბარს. წალკის მუნიციპალიტეტი ძალიან კარგად არის დაკავშირებული ბერძნებთან და ბერძნულ სიტუაციასთან და როდესაც ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით ახორციელებთ პროექტებს, სტუდენტურ სამეცნიერო პროექტებს ახორციელებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიული მდგომარეობა და გეოგრაფიული მიმართულება საბედნიერო სტუდენტების აქტიური ჩართულობით ისეთ დონეზეა და იმედი მაქვს რომ დავრჩებით თესეუში და გეოგრაფიის მიმართულებით მუშაობის შესაძლებელი სიტუაცია გვექნება ალბათ ამას ჩვენ კბილებით დავიცავთ რომ თქვათ ესე რომ სხვანაირად სხვა სივრცეში გეოგრაფიულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ისე როგორც საჭიროა და ასევე ვიტყვი იმას რომ ძალიან ბევრჯერ შეგვიძლია ვთქვათ რომ არაერთ გზის ჩვენ მოგვიწია ხოლმე წალკის მუნიციპალიტეტის გავლით ჯავახეთში სხვადასხვა ტერიტორიებზე ექსპედიციების წარმართვა ეს ფაქტიურად ტრანზიტული ტერიტორია იყო აი ბოლო წლებში თურქეთში ხშირი ვიზიტის დროს სულ წალკის გავლით დავდიოდით იმიტომ რომ კარწახის საკონტროლო გამშვები პუნქტი ახლა წალკიდან უფრო ახლოს არის ვიდრე მაინც ახალციხიდან უფრო სხვა გზა არის და ასე თუ ისე მქონდა მეც და ჩემს კოლეგებს და მათ შორის სტუდენტებსაც იმის ზოგადი წარმოდგენა რომ აი წალკა ვიცვით მაგრამ სინამდვილეში წალკის სიღრმეში დასახლებული პუნქტების გაცნობის შემთხვევაში უკვე სხვა სიტუაცია დავინახეთ და ვახსენე ის რომ წალკა დაკავშირებული იყო ბერძნებთან და ბერძნულ სიტუაციებთან და ძალიან ისე დაიმთხვა კიდევაც ფაქტიურად რომ წალკის მუნიციპალიტეტზე მუშაობის პარალელურად რამდენიმეჯერ მომიწია წასვლა ათენში და ბოლო პერიოდში აი წალკაზე როდესაც დავასრულეთ და უკვე გამომცემლობაში წიგნი დაკაბადონდა აღმოჩნდი სალონიკში და აღმოჩნდი კალამბაკაში და მეტეორაში დღე თანდათან მოკლდება ზამთარი ძალას იკრებს მაგრამ წინ ცივი ზამთრის ყველაზე თბილი დღესასწაულები. დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დღესასწაულებს საქართველოს გარეთ ხვდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშობლოდან გაგზავნილი საჩუქარი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნდეს. მათ წამოიწყეს პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულა ტკბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიკა. მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ეს ყველაფერი იმ ულამაზეს სუფრაზე შეგიძლიათ გაშალოთ, რომელზეც ქართული ანბანია ამოქარგული.
იქვე დადეთ ხის სუნით გაჯერებული თბილისური ჩუქურთმებიანი აივნის სუვენირი და მენდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, ლამაზი თბილი და ქართული საღამო გარანტირებული აქვს. ნაკრების შემადგენლობა მყიდველის სურვილის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ გამოიყენებთ ამ პრომო კოდს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, როგორც ჩემი არხის გამომწერები, მიიღებთ 7%-იან ფასდაკლებას. თუ ნაკრებს ამ პრომო კოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ და ახლავე აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. მეტეორა როგორც ასეთი შეიძლება ზოგადად ისე ჟღერს, რომ ძალიან გამორჩეული ობიექტის შესახებ ბევრი რამ ფაქტიურად არც იძებნება ისე ვთქვათ რეალური სიტუაცია. ეს არის ფაქტიურად ბუნების საოცრება. ეს არის ბუნებისგან შექმნილი უნიკალური ქმნილება, რომელიც მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ და ეს იყო მე-12 საუკუნეში ადამიანმა სულიერების ცენტრისთვის ვთქვათ ესე გამოიყენა ეს უნიკალური ტერიტორია მისადგომად და შესაძლოა ეს პრინციპიც იყო, როდესაც აქ ვთქვათ რელიგიური ცენტრები შეიქმნა, რომ მაქსიმალურად იყო დაცული, ბუნებრივად იყო დაცული ეს და ძალიან კარგი მდგომარეობა იყო და არის დღესაც თავისთავად ამ სივრცეში და თვითონ ეს ბუნებრივი წარმონაქმნი ხშირად არის ხოლმე აი საქართველოს სინამდვილესთან გაიგივებული. კაცხისვეტთან შედარება ხდება ხოლმე ხშირად. კაცხისვეტი არის ერთი და მეტეორას კომპლექსი შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ იქ მაქსიმალურად ვეცადეთ ეს ყველაფერი აღვიძერა 50 უტოლდება 50-მდე სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა გეოლოგიური ფორმაციებია. გეოლოგიურადაც რო ვთქვათ მსგავსება ფაქტიურად არ არის, იმიტომ რომ კაცხისვეტი არის ბუნებრივი კირქვული სვეტი, კირქვების დანალექ წყებებში არის ეს წარმონაქმნი, ხოლო რაც შეეხება მეტეორას, მეტეორაში უფრო სხვა პროცესები არის აქტიურად ჩართული, იქ კირქვის კონგლომერატები არ არის, სხვა დანალექი წყებების ფორმაციებია, უფრო სახეცვლილია, მაყურებლისთვის მარტივად რო ვთქვათ, მეტამორფიზმის სახეცვლილება უფრო მეტად განიცადა და ашკარად შეინიშნება მასშტაბები ზოგიერთი სვეტის სიმაღლე, თუ კაცხისვეტი 40-ია, მისი 140-იც არის და ბევრად უფრო მასიური არის. რაღაც მომენტში შესაძლოა პარალელი კაცხისვეტის ნაცვლად გავავლოთ საირმის სვეტებთანაც, თუმცა საირმის სვეტები, რომელიც ლეჩხუმში მდებარეობს სოფელ საირმის ტერიტორიაზე, საირმის კლდის სვეტები, მასთანაც ვერ გაიგივდება, იმიტომ რომ ისიც კირქვული მასივია და სხვა პროცესებით არის წარმოქმნილი და ბევრად უფრო განსხვავება არის ашკარად. მაგრამ რაც შეეხება საირმის სვეტს, უკვე იმერეთის საირმეზე მაქვს საუბარი, იქ კონგლომერატები ашკარად მსგავსებაში არის, როგორც საირმეზე მაქვს საუბარი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის და უბრალოდ იქ ერთია, მაქსიმუმ მისი სიმაღლე 30-ია და 30 მეტრია და მეტეორასთან შედარებით ბევრად უფრო პატარა, მაგრამ მეტეორას შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ეს ობიექტი აი მისი მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ავიღოთ და კარგად მოვარგოთ ჩვენს არაერთ ტერიტორიას, თუნდაც იგივე წალკაში არსებულ სხვადასხვა საინტერესო ბუნებრივ ღირსშესანიშნავ ადგილს, რომ აი ყველაფერი არის მაღალ დონეზე მოწესრიგებული. ვიზიტორმაც იცის დრო, როდის უნდა შევიდეს, როდის უნდა გამოვიდეს. მონასტერს თავისი ფუნქცია აქვს, პილიგრიმს თავისი ფუნქცია აქვს. წარმოვიდგინოთ, რომ მილიონობით ადამიანი სტუმრობს წელიწადში ამ ობიექტს და განსაკუთრებით ეს ობიექტები იქ რამოდენიმე მონასტერია და ყველა მონასტერი რასაკვირველია ვიზიტორებისთვის არ არის ღია, მაგრამ რაც არის ზოგიერთი მასიური უზარმაზარი კომპლექსია, ფაქტიურად
ფასიანიც არის და შესაბამისად იქ შესვლა დიდი თანხა არ ღირს 5 евро საბერძნეთისთვის ფაქტიურად არაფერ დიდ თანხას არ წარმოადგენს ჩვენთვისაც არ წარმოადგენს როცა ჩადიხარ პილიგრიმი 5 евро წინასა როცა იცი ღირს იმისთვის რომ აი მეტეორას უნიკალური კონკრეტულად ვარლაამის მონასტერი არის ერთ-ერთი უნიკალური მონასტერია ეს თვითონ ვარლაამი ანუ ბარლაამი ესეთი წმინდანი კაბადოკიასთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით ბევრი რაღაც ელემენტია იქ რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მასიური და ძალიან ესეთი შტაბილიზებებით აღსავსე ადგილი. ასევე გარდა მეტეორას აი სალონიკის მიმდებარე ტერიტორია არის ძალიან გამორჩეული თავისი ბუნებით, თავისი მრავალფეროვნებით და რაღაც მომენტში აი ლოგიკური ბმაც ხდება იმასთან რომ აი წალკაში მოსახლე ბერძნები აქ მუდმივად არ ცხოვრობდნენ, ისინი ჩამოსახდნენ და სალონიკის ტერიტორიაზე არის ძალიან ბევრი ესეთი ადგილები და ბევრ ადგილებში ცხოვრობენ ბერძნები, რომლებიც გადაასახლეს უკვე სხვა ფორმით და სხვა შეიძლება ესე ვთქვათ ხეშეკრულებით, ლოზანის ხეშეკრულებაზეა საუბარი თურქეთის ცენტრალური ნაწილიდან, მათ შორის იყო ტრაპიზონიდანაც და ფაქტიურად 100 წელი გავიდა უკვე ამ ბიდან და სალონიკშიც ბერძნები მშობლიურ ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ გადასახლებულები, ხოლო წალკაში ისინი ჩამოსახდნენ მეფის რუსეთის დროს და ჩვენ ან ზუსტად ციგზე მუშაობის დროს ისეთი საინტერესო დეტალები და ელემენტები ვნახეთ, რომ ის ხალხი, როდესაც აქ ჩამოასახლეს მეფის რუსეთის დროს ჩამოსახლებაზეა საუბარი, მათმა მშობლიური ენაც არ იცოდნენ ფაქტიურად. ანუ თურქული ანატოლიელი ბერძნები იყვნენ, ხო? თურქული და რაც ყველაზე საინტერესო ჟღერდა და საინტერესო ამბები იყო, რომ აქ მარტო ერთი კონკრეტული თემიდან არ ყოფილა. ესე იგი იყვნენ როგორც ერზერუმის პროვინციიდან ჩამოსახლებული ხალხი, ასევე იყო ტრაპიზონიდანაც, ანუ პონტოს ბერძნები და აი მათი შეიძლება ესე ვთქვათ განსახლების არეალები ცოტათი განსხვავებულია, აი თუ კარგად დავაკვირდებით უკვე განსხვავებას დავინახავთ და ასევე საინტერესო ერთი საკითხი, რაც ჩვენ საქართველოს მთლიანად ტოპონიმებისთვის ჭირდება და მნიშვნელოვანია არის ის, რომ ისინი როდესაც ჩამოსახდნენ აქ დახვდა თქვათ ქართული ტოპონიმები ძალიან ბევრი, ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ სოფელს გავშალოთ ეს წამოიღეს არა ბერძნული, აი ფაქტიურად ბერძნული ტოპონიმის ეძებდით და ვერსად ვერ ვიყავთ, არამედ თურქული ტოპონიმები. ან დინარე მაგალითად გადააკეთეს დინარის სახელი და თურქული სახელი დაარქვეს და ზოგადად არ იცოდნენ ბერძნული, ხო, გიორგი? არ იცოდნენ, აი უფრო მეცაც გეტყვით, აი მე-19 საუკუნეში არის ჩანაწერები, როდესაც საეკლესიო პირები მღვდელმსახურებას ასრულებდნენ ამ ტერიტორიებზე, მერე უკვე როცა ჩამოსახდნენ და მომძლავრდნენ, სახურება იყო თურქულ ენაზე, აი ესეთი ცნობებიც არსებობს და ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ახლა იმ ტერიტორიაში სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში ქონდათ შეცვლილი, თუმცა ჩამოსახლებისთანავე ესეც ერთგვარი საინტერესო ამბავია და ალბათ სრულად ბოლომდე საკვლევია, რომ ჩამოსახლებისთანავე, როდესაც ეს ბერძნები მეფის რუსეთის დროს განსახდნენ, მალევე უკვე პირველსავე წლებში დაიწყეს ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ მათი დამოკიდებულებაში. ანუ არ იყვნენ ისინი როგორც ჩანს ბოლომდე გამუსლიმანებულები შეიძლება ესე ვთქვათ და მაინც მუსლიმებად ჩამოვიდნენ და მერე ჩამოვიდნენ მუსლიმანებად ჩამოვიდნენ, მაგრამ აი არსებულ ძეგლებს რაც იქ დახვდათ და ცოტა არ დახვდათ. აი მე შემიძლია თქვა, რომ აი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თუ ამდენი ნანგრევი და ასეთი უნიკალური ძეგლები, ისტორიული ძეგლები და მეგალითები, მეხირები, აი საოცრებები თუ დახვდებოდა ნამდვილად არ მეგონა და აი განსაკუთრებით მე-19 საუკუნის აი ბაღავშების ლიპარიტის მიერ აშენებული ძალიან ბევრი მემკვიდრეობის ძეგლი დახვდათ ბერძნებს, განსაკუთრებით ბერძნებს და ხდებოდა ესეც უნდა ვთქვათ, რომ ბევრ ძეგლში ფიქსირდება, თქვათ 1840, 1850, 1860 აი ეს წლები ფიგურირებს, ფილები, ქვის ფილები ჩადებული, რომ ეს თქვათ მე-10 საუკუნის ძეგლში ეს ასაკი კარგად გამოჩენილი იყო და ხდებოდა იქ სამრეკლოს მიშენება, რაღაც გადაკეთება სპეციფიკურად, მაგრამ მაქსიმალურად მაინც ეს ძეგლები
ესიც უნდა ვთქვათ, რომ კი არ დაინგრა და კი არ დაანგრიეს და კი არ გაანადგურეს. ამ ხრივ თუნდაც გადარჩენ და დღეს ჩვენს წინ დანგრეულები არ გვაქვს უმრავლესობა, ასეთი ფორმით არის შემორჩენილი. ანუ აქ ბევრი სხვადასხვა ასპექტი შეიძლება იყოს აღსანიშნავი. გიორგი, ერთ შეგაწყვეტინებ და უბრალოდ მაინტერესებს ეს მე ბათუმში დავიბადე და იქ გავიზარდე და მახსოვს რომ თითქოს ბათუმელი ბერძნები ბერძნულად ლაპარაკობდნენ. თუ არასწორად მახსოვს, არ ვიცი, შეიძლება შენი თემა არ არის, მაგრამ რაღაცა ესე მახსოვს რომ თითქოს ყავდა მე ბერძენი მეგობარი და რაღაც მათ სახლში რაღაცა თითქოს უფრო ბერძნული იყო ვიდრე თურქული. აი არ ვიცი, შეიძლება ვცდები. კი ბატონო, აი მეც ხოდა მაგაზე გარკვეული შეიძლება ესე თქვა ცოტათი მოკვლევა ბათუმში თავისთავად და ზოგიერთ მონაკვეთზე წალკაში განსაკუთრებით იყვნენ პონტუელი ბერძნები. ანუ ის ბერძნები, რომლებიც ტრაპიზონის მხარეში და შავიზღვისპირეთში სახლობდნენ. შეინიშნება არის ამის უტყუარი ფაქტებიც და შესაბამისად მათი განსახლების არეალი თუ მიჯელეთ იქ არ არის თურქული ტოპონიმების სიჭარბე, ანუ მათ შედარებით უფრო კარგად უნდა შენარჩუნებული ბერძნული ენაც და თუნდაც წესებიც, ტრადიციებიც, მათ შორის ტრადიციებიც ჰქონდათ მათ სხვადასხვა შემორჩენილი, ვიდრე ეს იყო ერზერუმის ან ანატოლიელი ბერძნების შემთხვევაში. ანუ ეს განსხვავება აშკარად ჩანს და როგორც ჩანს, ახლა ანატოლიელები უფრო ნაკლებად მოსალოდნელი იქნებოდნენ ბათუმში, ვიდრე პონტუელი ბერძნები და ეს საკითხი ალბათ აი უფრო მეცაც აი ერთი მარტივი განსხვავება ანატოლიელი ბერძნების განსახლების არეალში და პონტუელი ბერძნების განსახლების არეალში მე მქონდა ამაზე რამოდენიმე კითხვა დავსვი. ფაქტიურად ბერძნები იშვიათად თუ სადმე შეხვედრიან, იყვნენ რაღაც გარკვეულ ადგილებში ჩამოსული კომპაქტურად დღესასწაულების გამო იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ აი თუნდაც ის რომ ანატოლიელი ერზერუმელი უბრალოდ დავა კონკრეტად ბერძნები ძალიან ისე მასიურად მიირთმევდნენ თქვათ ლოგოკინას. იმიტომ რომ იქ გავრცელებული როგორც ჯავახეთის ტერიტორიაზე უკვე სეზონი დაიწყო ფაქტიურად იქაც გავრცელებული იყო და აი პონტოს მხარეზე ეს ნაკლებად იყო როგორც ჩანს და მათ თქვათ კვების რაციონშიც მათ შორის კერძებშიც ეს ელემენტები არ ჩანდა. აი ხო პატარა დეტალია, მაგრამ საინტერესო რაღაც დეტალია. იგივე ტოპონიმი, იგივე კვების სამზარეულოს ეს ნიუანსებიც განსაზღვრავს მათ ადგილმდებარეობაზე მიღებულ თქვათ ტრადიციებს, რომელიც მე აქაც მაქსიმალურად შეეცადე, როცა გადმოვიდე, რომ გადმოვეტანოთ ეს ელემენტები. ხო, ახლა გამახსენდა მე აი ეს მეგობარი რო ვახსენე, დედამისი აკეთებდა ხოლმე უგემრიელეს სუპს შავი ზღვის ლოკოკინებისგან, აი მიდიები რო არის, აი მიდიებს იმას ხსნიდა, შეგნით ტენიდა ბრინჯი, შეზავებული ბრინჯი იყო მახსოვს და იმას ხარშავდა და აი მის წვენი სუპად და მე ამას გადმოგვიღებდა ხოლმე და იყო აი ახლა ნერწყვები მომადგა ისეთი გემრიელი იყო ძალიან თავისებურად შეზავებული ოდნავ ცხა. სასარგებლოც არის ამ. ნუ სასარგებლო თავისთავად იოდია უამრავი შეგნით და ისედაც და ასედაც და მე უკვე რაპანები რო შემოვიდა ეს უკვე მე რაპანები აჭალებიც მიეჩვიეთ მასე და ხო ეს საინტერესოა ხო კულინარიული პარალელები რა თქმა უნდა ხო მე წალკაში ხო მიწევდა ხოლმე ხა თვითონ წალკაში არა უფრო ფარავანი ჭიქიანზე და იმ ესეთ ადგილებში სიარული ხო ეკუთვნის არა მე მგონი წალკის რაიონი ჭიქიანი ანუ თავფარავანი ფაქტიურად საზღვარია ქვემოქართლის და ჯავახეთის მაგრამ აი ერთელი ტერიტორია აი ნარდევანის და ეს განსაკუთრებით წალკის გავლით ხდება გადაადგილება იქით ზედა ჯავახეთისკენ ის უკვე საზღვარია ფაქტიურად მაგრამ რაღაც მსგავსება არის თუნდაც განსახლების, თუნდაც ბუნების ელემენტების ჯავახეთის ქედის საზღვრავს ქვემოქართლსა და ფარავნის აუზს, მაგრამ მაინც ელემენტების მსგავსება შეინიშნება. ხო, ნუ თავარი მდინარე ქცია მაინც, და ეს წალკის წყალსაცავი თვითონ როდის არის გაკეთებული და რისთვის იყო? კი ბატონო. აი დიდი წყალსაცავია და იქ ფაქტურად გეოგრაფიას და კლიმატს საზღვრავს, ხო, იქაურს.
კი ბატონო, პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ წალკის წყალსაცავი ყველაზე დიდი წყალსაცავია საქართველოში, თავისი წყალშემკრები აუზის გათვალისწინებით, კონკრეტულად სარკის ფართობის გათვალისწინებით და იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკურად ეს წყალსაცავი შეიძლება ესე ვთქვათ, რომელიც ამ ტერიტორიაზე არის გაკეთებული, აღმოჩნდა დღესაც შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. ყველაზე დიდი უბედურება თრიალეთისთვის. რას ნიშნავს ეს უბედურება? ანუ წყალსაცავის გაკეთების შემდეგ და წყალსაცავის გაკეთების არეალში, რომელიც მდინარე ქციის ხეობაში იყო ერთ-ერთი უდიდესი თრიალეთის კულტურის ძალიან ბევრი ელემენტი. თრიალეთის კულტურა ეს ცნობისათვის არის რამოდენიმე 1000 წლის წინანდელი მეგალითები, მათ შორის თრიალეთის თასი, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი წარმაყო უნიკალური ექსპონატია. აი ზუსტად იქ, სადაც ეს თრიალეთის კულტურა ყვაოდა, მერე დროთა განმავლობაში განადგურდა, მათ შორის ბევრი შემოსევების შედეგად. ფაქტიურად ცენტრი, სადაც იყო, იქ გადაწყდა მდინარე ქციის ხეობაში, ჩაკეტილი იყო წყალსაცავი, შექმნილი იყო და ფაქტიურად ამან გამოიწვია არაერთი ისტორიული ძეგლის, არაერთი ისტორიული მემკვიდრეობის ბევრი ფაქტის განადგურება და წყალსაცავის შექმნა. მართალია წყალსაცავი დღეს წალკის წყალსაცავი რო არ ყოფილიყო, აი მარტივად რო ვთქვათ, შეიძლება თბილისში მეტროს არ ემუშავა. შეიძლება აი იმ არეულობის პერიოდში წყლის ეს მარაგი მარტივად რო ვთქვათ და მისგან გამომუშავებული ენერგია ჩვენთვის ძალიან დიდ უზარმაზარ რესურსს წარმოადგენდა ათეულობით წლის განმავლობაში. საჭირო. ესე იგი ჰესიც არის, მე ჰესი აღარ ორი ჰესი არის და უფრო მეცაც გეტყვით, იქ დასახლებებიც არის და ცოტა რომ გავშლით ჩვენ ბედიანის ხეობაში, ქციის კანიონში, იქ მთელი სისტემა არის და ძალიან გამართულად მუშაობს და მე ნამდვილად მაქვს ეს უტყუარი ინფორმაცია, რომ აი ჟინვალის წყალსაცავი, როდესაც მარტო ვერ ახერხებდა მეტროპოლიტენის და ბევრი ისეთ ელექტროსისტემის მომარაგებას, ზუსტად 9 ჰესი ეს სისტემა ერთვებოდა და იმ 90-იან წლებში კატასტროფულ პერიოდში ჩვენ ელექტროენერგიის მომარაგების რესურსს ამით ვავსებით. ეს ნამდვილად ვიცი, ესე ხო, ნუ 9 ჰესი ვიცოდი და ეხლა მაგ კი, ორია, 9 ჰესი ორი არის, ორივე უმძლავრესი. ანუ ეს არის აქედან ვარდნილი წყლით არის? კი, ვარდნილი, ზუსტად ის წყალსაცავი გააკეთეს, იქიდან მერე გამოდის ეს მილებით, ვარდება, იქ დაბაც არის, აი დაბა შეიქმნა და ფუნქციონირებს 9 ჰესი, ესე ქვია ოფიციალურ დაბა. მერე მეორე არის ქვემოთ კიდევ 9 ჰესი 2-ის ტურბინები და იქ უკვე დვანისის მუნიციპალიტეტია და იქ სოფელი ქცია არის განსახლებული და მთელი ეს ხეობა ამ ხრივ ძალიან იმათ არის ენერგეტიკულად ძალიან შეიძლება ვთქვათ ენერგეტიკულად გამართლებულია, მაგრამ თვითონ ამ წალკის წყალსაცავის დატბორვის შედეგად მიღებული ზიანი გარემოზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე ეს ცალკე თემა არის. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, ეს ინფორმაცია არ არის ოფიციალურად სადმე დაბეჭდილი, დაწერილი, შეიძლება გაჟღერებულიც არ არის, ესე რომ ვთქვათ, ბევრგან, მაგრამ გვაქვს გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით და არა მარტო ზეპირსიტყვიერი მიღებული ინფორმაციით, რომ 1940-იანი წლების პერიოდში, როდესაც უკვე გადაწყდა წყალსაცავის მშენებლობა, ეს იყო საბოლოო ჯამში 46-47 წლებში დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. მაგ პერიოდში ლევან გოთუა ჩვენთვის უდიდესი პიროვნება იმყოფებოდა წალკაში და იქ თავისი პროფესიული მოღვაწეობით იმყოფებოდა და როგორც ჩანს მას ჰქონდა ინფორმაცია უთხრეს ან თვითონ თავისი თვალით ნახა ეს ყველაფერი როგორ შენდებოდა წყალსაცავი, როგორ ხდებოდა იქიდან მოსახლეობის განმოსახლება სხვადასხვა ტერიტორიებზე, როგორ იტბორებოდა, ნადგურდებოდა სხვადასხვა ძეგლები, მათ შორის იყვნენ არქეოლოგები, რომლებიც ცდილობდნენ და რაც მოასწრეს რაღაცეები მოასწრეს და შეისწავლეს და ამოიტანეს იმ ადგილებიდან და მან გამოაქვეყნა ესეთი პიესა ჩაძირული სოფელი. ჩაძირული სოფელი ესეთი სახელით მოძიებული ლიტერატურის არსებობს პიესა,
და მთავარი მიზეზი, ალბათ სხვა მიზეზებსაც მოუძებნიდნენ, მას არ გაუჭირდებოდა საკუთარ რეჟიმის დროს მიზეზების სიმბირში ხო რამდენადაც და ზუსტად ამის გამო იყო, რომ ის გაუშვეს ვორკუტაში და რაც მოხდა მკითხველისთვის და მაყურებლისთვის და სამწუხაროდ ჩვენთვის ისიც ვიცით, რომ ეროვნული საქმის გამო ასეთი უდიდესი ეროვნული პიროვნება ლევან გოთუა დასაჯეს ფაქტიურად და მან შემოგვინახა ცნობები და ეს ცნობებია ესეთი, რომ აი დღეს სოფელს უკვე თმეთი ქვია, მანამდე ხადი კი ერქვა, ისტორიული თრიალეთის ტერიტორია და ძალიან საინტერესოა, მე ბევრჯერ ყოფილი ვარ აქ ზამთრის პირობებში, როდესაც წყალსაცავის წყლის დონე იწევს დაბლა, ანუ შესაბამისად გამომუშავება და ჩამონადენი ხდება ბევრი რაღაცა ხო ეს კი ჩდება ბევრი რაღაცა და მათ შორის ჩდება ერთ-ერთი ტაძარი, რომელიც არის მე-12 საუკუნით დათარიღებული, ეს არის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარი, სხვათა შორის წმინდა სტეფანეს ტაძარი ასევე მეტეორაშიც არსებობს, ეს პარალელით შეგვიძლია გავალოთ და საინტერესო ის არის, რომ ამ ტაძრის ჩაძირვის დროს, აი ჩაძირულ სოფელში ესეთი სიუჟეტი ვითარდება, რომ იქ არსებული საეკლესიო პირი მისი წარმომავლობა ჩვენ არ ვიცით ზუსტად, ეხლა ვერც ვიტყვით, ვინ იყო, რა იყო სახელი, გვარი სამწუხაროდ არ არის ცნობილი და შეიძლება სადმე იყოს არქივში ან სადმე ვიღაცა ფლოვდეს ამის შესახებ ინფორმაციას და კარგი იქნება თუ ეს თემა წამოიწევა ზევით. იყო ცნობები იმის შესახებ, რომ მან პროტესტის ნიშნად ეწინააღმდეგებოდა სოფლის განადგურებას და ამ ძეგლების განადგურებას. მოქმედი იყო იქ ტაძარი, იმ მოქმედ ტაძარში ჩაიკეტა და წყალსაცავის წყლით ავსების დროს იქ დაიხჭო და იქიდან არც გამოსულა. და ეს ყველაფერი აღწერა ლევან გოთუამ და მერე რაც მოხდა კიდევ ერთხელ მაგას არაპატიებდნენ ნამდვილად იმ პერიოდში. თავისთავად ეს პიესა მწერალთა კავშირში მიიტანა და მწერალთა კავშირში კეთილის მყოფელებმა კი ბატონო რაც მოხდა. ასე რომ წალკის წყალსაცავი ფაქტიურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტი არის აქ და მან ბევრი რაღაცები შეცვალა როგორც აღნიშნეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მდინარე ქცია არის საქართველოს მდინარეებს შორის, ეხლა თუ რამდენი მდინარეა ხშირად დავაარი ხოლმე ამაზე, მაგრამ თქვათ რომ ბევრი მდინარე ჩვენ საქართველოში და თან უნიკალური მდინარეები გვაქვს და საინტერესო იმით არის და უნიკალური იმით არის, რომ ჩვეულებრივად პატარა ესეთი ტბორი კი არა, აი პატარა წვეთად იწყება თრიალეთის ქედზე, ბაკურიანიდან გადასასვლელიდან შავი კლდე არის იქ და შავი კლდის მასივზე მოდის იქიდან მერე ძალიან მხარეა ხო? წყალს მხარეს არის დია მერე ნელ-ნელა იკრებს აუზს, იქ არის ქცია ტაბაწყურის აკვეთილი ერთ-ერთი საინტერესო ბუნებრივი რეზერვატი, განსაკუთრებით გადამფრენი ფრინველებისთვის და ბევრი ფლორისა და ფაუნის ელემენტები გვაქვს აქ ალპურ მდელოებში. მერე გარკვეული პატარა მონაკვეთის გავლის შემდეგ, როდესაც ის თავკვეთილის მთას ჩამოუვლის და უკვე შემოდის ადმინისტრაციულად წალკის მუნიციპალიტეტში მცირე კანიონს ვითარებს, ეს არის ძალიან საინტერესო კანიონი, მერე ისე გაშლილ ვაკეზე გამოდის, თუმცა დღეს ვთქვით წყალსაცავია, მერე შედის კანიონში, რომელსაც ჩვენ დაშბაშის კანიონით ვიცნობთ და დაშბაში ეს იყო ისტორიული ზუსტად ამ თრიალეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებული ტერიტორია, რომელსაც ერქვა თრიალეთის ახალქალაქი, აი ესეთი უნიკალური ტოპონიმი არსებობდა და დღეს დაშბაშის სახელით ვიცნობთ მას. გამოივლის ძალიან დიდ ტერიტორიას, მერე მათ შორის სამშვილდის უნიკალურ კანიონს და უკვე მარნეულის ვაკეზე, მარნეულისა და ბოლნისის. მაგრამ აქ უკვე ხრამი ქვია, ხო? ხო, იქ უკვე ხრამი ქვია შესაბამისად, ეს მდინარეები ხა ჩვენ ესეთი ბევრი არ გვაქვს, რომ ზემოწელში სხვა სახელი ქვია, ქვემოთ სხვა. ქციაზე საინტერესო ტოპონიმის საინტერესო ვერსიები არსებობს. ვახუშტის მონაცემებით, ვახუშტი ბატონიშვილის მონაცემებით ის არის, რომ მას გარკვეულ ადგილებში შესაძლოა ქონდა მცდელობების და ხეობიდან გამომდინარე ეს ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ აქცევდა თქვათ რაღაც სავარგულებს აზიანებდა და დაქცევის და შესაბამისად ესეთ წყალდიდობის დამაქცევას შესაძლოა უკავშირდებოდა. თუმცა მისი მდებარეობა, მისი დინება ზუსტად არის, რომ ის მოქცეული არის. ჯერ მოდის, აი ეხლა როგორც აღნიშნეთ, მოდის
ჩtildeოეთიდან იღებს სათავეს, ჩtildeოეთის მხარიდან, მე მკვეთრად იქცევა სამხრეთისკენ, მე ისე მკვეთრად მოუხვევს და იქცევა აღმოსავლეთისკენ, აი ამ კანიონების გავლის შემდეგ ისევ იქცევა, ანუ მოქცევას ახდენს და მეანდრირებულია, ხო? მეანდრირების შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ კარგი სინონიმი თუ შესატყვისი საქართველოსიც შეგვიძლია მოქცევა, აი მოქცევა ქართლისაით ვიცით, ხო ჩვენ და შესაბამისად აი მოქცევის გამო ხარის მოქცევის მეანდრირების მკვეთრი განსხვავებული კალაპოტის არსებობის გამო ზუსტად იქ სადაც ქცია ქვია იქ არის ეს მოქცევები ბევრი შესაძლოა ამიტომაც ეწოდა ეს სახელიო აი ამაზეც არაერთი მკვლევარი წერს და ჩვენ აი ტოპონიმებზე მუშაობის დროს ეს ვერსიებით დავამუშავეთ და ტოპონიმების აოცრება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ნარჩუნდება და ძალიან დიდი ინფორმაცია არის შიგნით, ხო? 1 მაისს და იმას თუ არ ჩავთვლით. რომელი დღემდე არის სოფელი მაგალითად სამეგრელოში 1 მაისი დღემდე ქვია. კი ბატონო. რაც შეეხება ამ ყველაფრის ველზე მოპოვებული მასალების შემდეგ უკვე ჩვენ ეს წიგნად შევკარით, წიგნად გამოვეცით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვანებიურებს ამ მიმართულებით წიგნის დაბეჭდვის საშუალებასაც გვაძლევს სტუდენტებისთვის, რამოდენიმე სტუდენტისთვის ეს პირველი ნაშრომია, ესეც უნდა აღნიშნოთ, რომ სტუდენტები იყვნენ ჩართული აქ და თან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სტუდენტებს შეიძლება არ გაუსვათ განსაკუთრებით ხაზი, მაგრამ ადგილობრივი სტუდენტები ჩავდეთ. და მინდა ვთქვა ნათელა პაპოიანი და ანაით მანუკიანი ესენი რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის მიმართულება ისწავლობენ როდესაც ჩვენ იქ მივდიოდით კომუნიკაციაშიც გვეხმარებოდნენ თავიანთ ჩობლიურ სოფელშიც უკვე სხვანაირად როგორც აი მეცნიერულადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო როდესაც ესე ჩავედით ჩავყვენ მასპინძლეს იქ რაღაც თქვა კომუნიკაციაშიც მოგვეხმარენ იმიტომ რომ გარდა ბერძნულისა ამ მუნიციპალიტეტში სომხური ეროვნების არაერთი კომპაქტური დასახლება არის, ასევე არის აზერბაიჯანულიც, მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ წიგნზე ეკლევამდე ეს ინფორმაცია ძალიან ბევრია და ისიც უნდა ვთქვათ, რომ წალკაში არის, შეგვიძლია ვთქვათ, წალკის მოსახლეობის რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე მეტი ეკომიგრანტი საქართველოში არის წალკაში. აი სხვადასხვა პერიოდში აჭარიდან, სვანეთიდან არის ძალიან ბევრი ეკომიგრანტი და საერთოდ ჯამში შეგვიძლია ვთქვათ 1000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრია ამ მუნიციპალიტეტის ფართობი. 1000 კვადრატული კილომეტრი ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ევროპაშიც ფართობი არ აქვს და ძალიან ისეთი საინტერესო მუნიციპალიტეტია და ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა თითოეულ ზოგიერთ სოფელზე განსაკუთრებით ცალკე რაღაც პატარ-პატარა შტიხებით ვთქვათ, იმიტომ რომ საოცრება არის ის ტოპონიმების თუ ის განსახლება რაც წალკას აქვს, მართლაც არ არის ეს. ზოგადად სხვანაირად ჩანს, მაგრამ სიღრმისეულად უფრო დეტალურად მნიშვნელოვანი გამოდის. გიორგი, მე რაც ვარ ნამყოფი წალკაში, უფრო ნაკლებად ისე ვიმეორებ, მე უფრო იქეთ ფარავნისკენ და ტაბაწყურისკენ მივდიოდით ხოლმე როგორც შენ თქვი რომ რაღაც ტრანზიტული ის არის, მაგრამ ერთი არის რომ აი აშკარად ეტყობა წალკის მოსახლეობასაც და თვითონ წალკასაც ეს არის საკმაოდ კარგად დამუშავებული სასოფლო სამეურნეო სავარგულები მიუხედავად იმისა რომ კლიმატი ძალიან კაცრია ჩვენ მაგალითად ზაფხულში ვიყავით ერთხელ და ნუ გვითხრეს რომ წამოიღეთ პირველად მივდიოდით და თბილები წავიღეთ მეთქი იქ ცხელოდა თბილისში და იქ კიდე ღამე ვიყინებოდით ანუ ძალიან მკვეთრად კონტინენტურია ალბათ ხო უფრო იმიტომ რომ ვერ აღწევს იქამდე ეს ჩვენი ზღვის ჰაერი და სითბო და ასე შემდეგ და აი რა განაპირობებს მაგალითად იქ ნახე ის წყალსაცავი გასაგებია რომ სათევზო მეურნეობადაც იყენებენ იმიტომ რომ წალკის თევზი საკმაოდ გემრიელია ის რაც იყო ყოველ შემთხვევაში ადრე ახლა არ ვიცი როგორ არის ხო და აი წალკის კარტოფილია მაგალითად უგემრიელესი ხო ეს საკმაოდ ისეთი ხალხი ცხოვრობს იქ რომლებიც ახლა რო არ იმუშაო იქ პრინციპში ეგეც არის რო არ იმუშაო ვერც იცხოვრებ ხო შენ თვითონ თუ არ შექმენი რაღაცა დოვლათი ხო და ეს დღეს ძირითადი მოსახლეობა არის ქართველი ეკომიგრანტები და სომხურია ხო ძირითადად კი
ხო და აი ეგ მე ვიცი რომ იქ არანაირი პრობლემა არასდროს არ შექმნილა ამ ეროვნულ ნიადაგზე და რაღაც ყოველთვის სიმშვიდე იყო და რა მაინტერესებს აი მაკეთ ადგილებში არის ძალიან საინტერესო ისა იმიტომ რომ ფაქტიურად სუბალპებია ეხლა თავისი რო შეხედავ სუბალპებია და აი ეს შავი ფიჭვის კორომები რო დარგეს არის იქ ნაგლეჯად არის ძალიან საინტერესოდ არის დარგული და აი რა ის ქონდა ამას რა დანიშნულება ქონდა მე მეუბნებოდნენ თითქოს ომი რო დაწყებულიყო იქ პარტიზანულმა იქ რა იმ ხელა პატარა მონაკვეთებში აპარტიზანებს უნდა გაეხარათ ერთი გავლა გამოვლა არა 15 წუთში გაივლი მაგრამ აი რაღაცნაირად ისეთ კომპაქტურად არის ეს ლაქები აი იმ შავი ფიჭვის და დაახლოებით ხო არ იცი რატოა და რა ფუნქცია ქონდა კი ბატონო პირველ რიგში მართლაც წალკის მუნიციპალიტეტი არის აგრარული მუნიციპალიტეტი და განსაკუთრებით აქ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციაც არ უნდა გაჭირდეს და ეს ხალხი მაქსიმალურად კარგად და ვისაც მუშაობა არეზარება და სოფლის მეურნეობასთან აქვს რაღაც კომუნიკაცია და შესაძლებლობა საკმაოდ ცუდად არ ცხოვრობენ. და კარგად მოერგენ თუნდაც ეკომიგრანტების და ფაქტიურად ვთქვათ ის რომ ერთადერთი სოფელია აი შეგვიძლია ვთქვათ აი მთლიანობაში 44 დასახლებული პუნქტია ერთადერთი სოფელია ძირითადად რომელიც აქ ცხოვრობს და ფაქტიურად არსებობს მეორე სოფელიც არის იქ რეხა და ხანდო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სოფელი რეხა და ეს მიმდებარე ტერიტორიები, იგივე ხანდოს მიმდებარე ტერიტორიები არის უფრო ისტორიულად ქართველების განსახლების ადგილი, რომელიც იქ მუდმივად დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. სხვები ძირითადად, როგორც ბერძნები, სომხები, მათ შორის სხვადასხვა რეგიონიდან ქართველები არიან ეკომიგრანტები თუ სხვადასხვა მიგრანტები. და რაც შეეხება კორომებს, რაც აქ ძალიან ბევრგან არის, ბევრ სოფელში არის, ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო სატყეო ფონდის გეგმა, ზუსტად ამ პრინციპით ხდებოდა, რომ იქ დაუსახლებელი ტერიტორიები იყო, განსაკუთრებით ზოგ ადგილებში ეს ფიჭვის კორომები, ხელოვნური ნარგავები არის იქ, სადაც კლდეზვაური პროცესების რისკიც იყო, იმიტომ რომ ზოგან არის ფერდობები, სადაც ფერდობის ჩამოშლის პროცესები მიმდინარეობდა და იქ არის გაშენებული. თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც ეს ფიჭვის კორომები ფაქტიურად საძოვრების ფართობზეც არის და რომ არ იყოს თქვა ფიჭვის კორომები საძოვრები გარკვეულწილად უფრო მეტი იქნებოდა. მაგრამ ყველგან და ასევე არის რამოდენიმე ადგილას არის ეს უნდა აღნიშნოთ ქარსაცავათაც და ძალიან კარგადაც არის ეს ქარსაცავად, იმიტომ რომ ფიზიკურად ამ მხარეში ქარის მაჩვენებელი ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია საქართველოში, იმიტომ რომ მას წინაღობა არ აქვს და წალკის ქვაბული ისეთი რელიეფით გამოირჩევა, რომ იქ ქარი თან განსაკუთრებით ზამთარში ძალიან აუტანელია ქარბუქი და რამოდენიმე ჯერ გზაზე ანყალებს ხოლმე მანქანებს სოფლებშიც და აი გარეთ შეიძლება ვერც გამოხვიდე ჰაერის ტემპერატურა სადღაც 20 გრადუს ყინვამდე ჩვეულებრივად არის მან და აი ამ პრინციპების მიხედვითაც მოხდა ფიჭვის ეს კორომების გაშენება. თუმცა შეიძლებოდა ალბათ ახლა საბჭოთა კავშირის დროს რაღაც პრინციპები უფრო მეტი იყო. ახლა ბევრგან არის თქვათ ისეთ ადგილებში, შესაძლოა სხვა ადგილებშიც შეიძლება საბუთი რომ ნახოთ ჩვენ წერია იქ რომ იქ არის გაშენებული ეს ფიჭვის კორომები და სინამდვილეში არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში არც თუ ისე ცოტა ფართობია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არეულობის პერიოდში ჩვენ ნახეთ რამოდენიმე ადგილას ამ ფიჭვის კორომების ჭრაც მიმდინარეობდა, როგორც ყველგან. აი მაგალითად ახლა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ფაქტიურად უნიკალური მუქწიწვოვანი მცენარეები გაჭრეს ის რომელიც 3 თუ 4 ძირი იყო, ხოლო იქ საქართველოში მეტი არ იყო ახლა ეს 90-იან წლებში რაც იყო სამწუხაროდ ეს ახლა ვინ უყურებდა მაგას მით უმეტეს ალკაში სადაც სხვა საშუალება არა ხო ნუ წივი ქვია ხო წივა თუ წივა არის და იმასაც კიდე ახლა ფაქტიურად დიდი გამოყენება შედეგი ფაქტიურად არ აქვს ისე საკმაოდ მე რაც ახლა ერთ-ერთი სომეხის ოჯახში ცხოვრობდით, კვატიჟებდა ხოლმე რაპუშკა მოგეხსენება უგემრიელის ხელზეა, რომელიც იქ არის და ის ათხოვდა ხოლმე აი წივით და საკმაოდ ისეთ ენერგეტიკულად კარგი საკმაოდ ნუ წივა უთხრათ ჩვენ ვინც არის ახალგაზრდებმა განსაკუთრებით ეს არის გამხმარი
საქონლის ტუნა, რომელიც ნაკელი, რომელიც ესეთი გესაკეთებენ ბრიკეტებს, აშრობენ საფხულში და მერე ზამთარში იყენებენ როგორც საწყობს. რა ვიცი, ახლა გადავიდეთ რაღაც ცალკეული გადავიდეთ, წალკით დავიწყოთ თვითონ წალკა, ჩვენ რეალურად წალკა ვიცით ეს ტოპონიმი, კონკრეტულად წალკა არ არის ძველი ტოპონიმი, წალკა, სადაც დღეს წალკა არის გაშენებული, ეს შედარებით ახალია, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე არ იყო, იქ წყალსაცავი სადაც არის, იქ იყო მთავარი დასახლება და იმას ერქვა ეძანი. ეძანი ეს მოხსენიებულია ძალიან ბევრ ისტორიულ წყაროებში და წარმოვიდგინოთ, რომ მე-7 საუკუნეში ჯერ კიდევ სანამ არაბები გადაუვლიდნენ ამ ტერიტორიას, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო და მჭიდრო დასახლებასთან ერთად ქრისტიანული ცენტრებიც არსებობდა, ბაზილიკები, სხვადასხვა ტაძრები და არც თუ ისე მცირე ისტორიის არის 1500 წლის ქრისტიანული ისტორია აქვს მარტო ამ დასახლებას და თუ ცოტა იქით წავალთ და ფაქტიურად თითქმის ზოგიერთ მონაკვეთზე ჩვენ უფრო 1000 წლეულის ისტორიასაც გავაცოცხლებთ, ეს სხვა თემა არის, მაგრამ ესეთი სახელი ერქვა ეძანი. შემდეგ, როდესაც აი ამ ტერიტორიაზე, როგორც ვთქვით, ფაქტიურად ბერძნული დასახლებები გაჩნდნენ და მათ შორის თავისთავად ქალაქი წალკაც არ იყო გამონაკლისი, იმიტომ რომ სოფლებში თუ დასახლებოდნენ, ფაქტიურად აქაც იყო დასახლებები ბერძნული, ჩამოიტანეს ბერძნებმა თავიანთი სხვადასხვა წესი, სხვადასხვა შეიძლება ესე ვთქვა ტრადიციები და ამავდროულად აი ამ დასახლება, სადაც ისინი დასახლდნენ და ჯერ კიდევ წყალსაცავი არ იყო, რასაკვირველია ეს მე-19 საუკუნეშია, გაჩნდა ესეთი დასახლება ბერძნული, რომელსაც ერქვა ბარმაქსიზი. ბარმაქსიზი ახლა მაქსიმს ეს არ არის მაქსიმალურად კომუნისტური ტერმინოლოგია, იმიტომ რომ ბარმაქსიზი დიდი ალბათობით მათ რო დაარქვეს იქ არსებულ დასახლებული პუნქტის სახელი, საიდანაც ისინი ნაწილი ჩამოვიდნენ. ანუ ასეთი პრეცედენტები გვაქვს ჩვენ. კი, რა თქმა უნდა, სადაც მიდიან. მსგავსი სოფლები ბერძნულ თემა, როდესაც ჩამოიტანა და დასახდა აქ, დაარქვეს და მათ შორის ბარმაქსიზი. ანუ ძველ წყაროებში ჩვენ არც თუ ისე ძველ მე-20 საუკუნის წყაროებზე მაქვს საუბარი, წალკის ადგილას დასახლებულ პუნქტს, როცა ვნახულობთ, ქვია მას ბარმაქსიზი. ზოგადად ბურმაქსიზისაც უძახია, ბურმაქსიზი. ბარმაქსიზი ახლა ეს ასიმილაციის მეთოდით შეიძლება სხვანაირად იყოს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია და ზუსტად ახლა ეძანის ძეგლები ცნობილი ძეგლებია, ეს არქეოლოგიურ ძეგლებზე მაქვს საუბარი და ერთი დიდი მეცნიერი, რომელსაც ძალიან ბევრი როლი აქვს საქართველოში, არქეოლოგიის კვლევის მიმართ ძალიან დიდი დამსახურება აქვს და მათ შორის მან რაც მოასწრო ფაქტიურად ამ წყალსაცავის შექმნამდე იმუშავა ამ ტერიტორიაზე, ეს იყო ბორის კუფტინი. ბორის კუფტინი, რომელმაც არა მარტო ქვემოქართლში, მაგალითად ჭიათურის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ძეგლი შეისწავლა და კიდე სხვადასხვა რეგიონებში და ფაქტობრივად მეგონი ღვინეებზეც ჰქონდა, ხო? ღვინეების მკვლევარი იყო ერთ-ერთი და ძალიან ბევრი მასალები აქვს. და აქაც წალკის ტერიტორიაზე მას ძალიან ბევრი შრომები ჰქონია და ჩვენ ნახეთ მისი შრომები, ბევრი ასევე ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი არქეოლოგის სახელდაგვარი უნდა დავასახელო, იმიტომ რომ მასაც დიდი როლი აქვს საქართველოში არქეოლოგიური ძეგლების გადარჩენაში. აი წარმოვიდგინოთ, რომ გადარჩენა უწევდათ არქეოლოგებს ძეგლების. რატო? ანუ უეცრად გადაწყდებოდა, რომ წყალსაცავი იგებოდა, რაღაც ქალაქი შენდებოდა, სოფლები და იქ არქეოლოგია თუ სწრაფად არ მივიდოდა ვინმე მკვლევარი, ნადგურდებოდა. ერთ-ერთი იყო ასეთი გერმანე გობეჯიშვილი, რომელიც განსაკუთრებით ბევრ ძეგლს სწავლობდა საქართველოში, რაჭის ტერიტორიიდან დაწყებული თითქმის ყველგან და აქაც ამ მხარეშიც მას აქვს არაერთი ექსპედიცია, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც იწყებოდა წყალსაცავის მშენებლობა
და კიდევ სხვა მეცნიერები, არაერთ მეცნიერი ყველა ჩამოთვალოთ ფაქტიურად ვიღაც შეიძლება გამოგჩეს და თანამედროვე მკვლევარებს შორის, რომლებიც ამ ხარესთან ძალიან ისეთ მაღალი დოზით კვლევას აწარმოებენ, არის ბატონი გოდერძი ნარიმანიშვილი, რომელიც ფაქტიურად აი ყველა ამ კონკრეტულ საკითხს ყოველდღიურად მონიტორინგსაც აწარმოებს და ძალიან ისეთ აქტიურად არის ჩართული და რაც შეეხება თვითონ წალკას, ქალაქის წალკის ტერიტორიაზე, აი ეს ობიექტები, რაც არაერთი არის, იმიტომ რომ ქალაქ წალკის გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტებიც ფაქტობრივად ქალაქის საკუთრებაში შედის და ძალიან საინტერესო თვითონ ქალაქის ცენტრში არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია და ასევე არის ბერძნულ სტილზე აშენებული და მე როგორც ჩანს ცოტათი ელემენტები შეცვლილი ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი მოქმედი მთავარი ტაძარია ქალაქში. თვითონ ქალაქის ტერიტორიაზე ასევე სხვადასხვა შეიძლება ესე ვთქვათ, სანამ უშუალოდ ის კანიონი იწყება, რომელსაც ჩვენ დაშბაშის კანიონით ვიცნობ, თუმცა მას ასევე წალკის კანიონის სახელითაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ. იქ იმ ხეობაში ძალიან ბევრი გამოქვაბული არის, რომელიც ვულკანურ ქანებშია ლაურ ნაკადში და იმ გამოქვაბულებში ძალიან ბევრი მასალები, არქეოლოგიური მასალები, ფლორის, ფაუნის ელემენტები ნახეს ამ ჩვენმა მკვლევარებმა და საკმაოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს რო შევხედოთ სულ ახალი დასახლების შტაბ-ბიჭდილება გრჩება, მაგრამ სინამდვილეში თვითონ წალკა, ეძანი, თუნდაც ბურმასიგი თუ ბარმასიგი ათეულობით თუ ასეულობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა და ჩვენამდე დღეს რაც მოაღწიეს უფრო საბჭოთა ინდუსტრიის მაგალითია, იმიტომ რომ ის ხალხი აქეთ გადმოასახლეს, იმ ადგილას წყალსაცავი შექმნეს და ეს ქალაქი სადღაც 70 წელია რაც აქ არის დასახლებული. შეაკოწიწეს ფაქტიურად. შეაკოწიწეს. ძალიან ახლოს სოფელი ტბეთი მდებარეობს და ამ ტბეთს საინტერესო ბევრი რამე აქვს და მათ შორის ის ეკლესია, წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია აქ არის ტბეთში. ტბეთს ასევე დაარქვეს ბერძნებმა, როდესაც ჩამობრძანდნენ ისინი აქ დასახლდნენ ხადიკი. ხადიკი ეს არის ძალიან საინტერესო სიტყვა ყოფილა, მე ბერძნულში მომიწია ამ თემასთან მუშაობა, სანგარი, ანუ თხრილი. აი ნახეთ, რომ ჩამოსახდნენ ესენი, როგორც ჩანს, იქ დახვდათ ბევრი ესეთი თხრილი, იმიტომ რომ ისტორიული ქალაქი თრიალეთი იყო იქ ახლოში და დასახლება და ეს ერთგვარი მოსანგრე ან მოსაზღვრე სანგრების გავრცელების არეალი იყო და პირდაპირ თარგმნეს ეს ადგილი და დაარქვეს ბერძნული სიტყვა ხადიკი. და ეს იმით არის საინტერესო, რომ თუ სხვა დასახლებებში ძირითადად მაინც თურქული სახელები შემოვიდა, აქ ჩემთვის ცოტა საინტერესო იყო, რომ ხადიკი შემოვიდა ბერძნული და არა თურქული, მაგრამ ესენი იყვნენ ზუსტად ის პონტუელი ბერძნები, დიდი ალბათობით და არა ერზერუმიდან, თქვათ, ანატოლიიდან და ამიტომ ეს სახელი პირდაპირ მათმა ბერძნულად თარგმნეს და არა თქვათ თურქულად, იმიტომ რომ თურქულადაც შეეძლო სანგარი თურქულადაც თარგმნიდა, რა გაუჭირდებოდათ. შემდეგ უკვე მოხდა რამოდენიმე სოფლის ძველი სახელების ან ახალი სახელების დარქმევა და 2010 წელს უკვე ის ისტორიული სოფელი ძველი სახელი, თუნდაც 2 საუკუნის ხადიკი უკვე ტბეთად იქცა და დღეს ტბეთის სახელით არის ცნობილი და ეს სოფელი ერთ-ერთი მიბულია იგივე წალკასთან და ძალიან საინტერესო სოფელია და თუ ვინმე მოხვდება მინიმუმ დეკემბრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე ამ სოფელში სკოლასთან, ცენტრში არის სკოლა, ახლოს არის ეს სტეფანეს ეკლესია და ძალიან საინტერესო ამბები არის ხოლმე აქ წყალი როცა იწევს, ანუ წყალი როცა იწევს, ადგილობრივი ეკომიგრანტები, სვანები აქ ლამპრობას აღნიშნავენ ეკლესიის წინ და აი წარმოიდგინეთ ჩვენ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ აი ეს გაყინული წყალსაცავი ისი არის გაყინული რომ შეგვიძლია გახვიდე ერთხელ მანქანამაც კი გაიარა წყალსაცავი ძალიან დიდ მანძილზე იმიტომ რომ სისქე იმხელა არ ყინულის რომ არ ჩაუტყდა რეკომენდირებული არ არის რომ იქ მანქანა მიაროს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთ შემთხვევებიც არის ეს არის ტბეთის ფარავანზე გვივლია ჩვენ მანქანა ხო ფარავანი ჩვეულებრივად ასფარა ხულგუმო და ისოფლები ჩვეულებრივად ფოკადან და თავფარანა როდიონოვკიდან პირდაპირ სარგებლობდა ამ გზას, იმიტომ რომ შემოვლითი გზით ცოტა უფრო რთული სიტუაცია იყო.
გავაგზავნოთ ჩვენ თხრობა დასახლებული ეს მეტი ალბათ ახალი სახელია მას მერე რაც ხო ეს არის 2010 წელს დაიწყო მანამდე ეს ტოპონიმი არ იქნებოდა იმიტომ რომ მანამდე ეს ფაქტურად თრიალეთის ისტორიული თრიალეთის გარეუბანი იყო და იქ არსებული ძეგლებიც და ისინიც ყოველ შემთხვევაში ზოგი ვიცით რა იყო ვიცით თუ არ ვიცით რა იყო ერთ-ერთი დასახლება არის თრიალეთი ქვია დღეს ეს დაბა თრიალეთი სადაც მდებარეობს იმ ადგილას თრიალეთი არის ხო ხა ცოტა მოშორებით იყო აი პირობითად რო ვთქვათ 20-30 კილომეტრი მაინც არის მანძილი ზუსტად ეს ტბეთი სადაც იყო ანუ ყოფილი ხადი კი აი იქ იყო ის თრიალეთი მაგრამ აიც ეს წალკის ქვაბული თრიალეთის ქვაბულია იქ თრიალეთის ქედია თრიალეთი ტოპონიმი დღეს ქედზე და გეოგრაფიულ ობიექტებში კი არის მაგრამ დაბაშია მხოლოდ გაცოცხლებული და ეს თრიალეთი ძალიან საინტერესოა მისი თქვათ ისტორიაც და ბოლო თანამედროვეობას თუნდაც იმით რომ თავდაპირველად როდესაც ეს თრიალეთი დაარსდა აქ მეფის რუსეთმა ჩამოასახლა გერმანელები და გერმანელების ჩამოსახლების დროს მათ დაარქვეს ალექსანდრე ჰილფი ანუ ეს იყო ძალიან ისეთი კარგად განვითარებული გერმანული დასახლება თავისი ყველაფრით სოფლის მეურნეობით მათ შორის აშენებული კირხეთი გერმანელ კოლონისტებზე ასაუბარი და კარგად ცხოვრობდნენ მაგრამ სამწუხაროდ 40-იან წლებში როგორც სხვები ესენიც გადაასახლეს აქედან და სიტყვა ალექსანდრე ფელდე ანუ ფილდი ჰილფი ეს სხვადასხვა წყაროში სხვადასხვანაირად ფიქსირდება შეცვალეს რაღაც გარკვეულ პერიოდში გადააკეთეს უკვე როზენბერგად. როზენბერგი გერმანელი ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწის სახელი აიღეს, მას ალფრედ ერნესტ როზენბერგი ესეთი სახელი ქვევია და ფიზიკურად ის სხვათა შორის რუსეთის იმპერიაში იყო დაბადებული და როდესაც გარდაიცვალა მის გარდაცვალების წელს ეს სახელი აიღეს და ჩვენს აგერ თრიალეთის ტერიტორიაზე სახელი სოფელს მაშინ სოფელი იყო უწოდეს. რასაკვირველია უკვე გერმანული სახელი დიდხანს ვერ გაჩერდებოდა სამწუხაროდ საბჭოთა კავშირში და ამ დასახლებას როზენბერგს კიდე შეუცვალეს ძალიან სწრაფად სახელი და დაარქვეს მოლოტოვი. ამ შემთხვევაში მოლოტოვი ეს ვიცით ყველამ ვიც იყო და რაც იყო და როგორც იყო მოლოტოვი თუ არ ვიცით მოლოტოვის კოქტეილი მაინც რაღაც ექნება მოსმენილი ესეც მისი გვარი ყოფილა სკრიაბინი ამ წიგნზე მუშაობის დროს გავარკვიეს და ვიატკის საინტერესო ისა რომ მისი ცოლი იჯდა ეს რომ თავრობაში იყო და მეორე კაცი იყო მისი ცოლი ციმბირს ეხავდა ხო ესე როგორც კალინინის ხო ასე რომ და პარადოქსების ქვეყანაში ცხოვრობდით. კი და ეხლა ამის სახელიც დაერქვა ამ დასახლებას და ბოლოს მერე მოხდა ისე რომ თრიალეთი ოფიციალურად მანამდე არასდროს არ ქმევია, მაგრამ ბოლოს თრიალეთი დაერქვა. ესე იგი ამ თრიალეთში არის ძალიან საინტერესო სიტუაცია. ძალიან ბევრი გერმანული სახლია. ეს კირხე იმდენად კარგად არის, მაინც თქვა, შემორჩენილი, გადაურჩა კომუნისტებს დაანგრევას რაღაც, არ არის ისე რომ აი ხა შენ ისეთ რაღაც მეუბნები რაც მე გერმანელებზე ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს მოძიებული საქართველოში და წალკის გერმანელებზე საერთოდ არაფერი არ გამიგია. რა საინტერესო. აი დაახლოებით შეგვინდა თქვათ რომ 1000-მდე შეიძლება ყოფილიყვნენ აქ მათი რაოდენობა 1000-მდე შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახლია, ბევრი სხვადასხვა და თან ისეთი კარგი ადგილებია რომ ახლა დასახლებისთვის სოფლის მეურნეობა კი ზამთარია, მაგრამ შედარებით ეს კონკრეტული დასახლება წალკასთან შედარებით ცოტათი დაბლა არის. 100 მეტრის ზღვის დონიდან დაბლა ყოფნა ცოტას არ ნიშნავს. იქით არის ახლოს არის მერე ქცია, მდინარე ჭივჭავი და სოფლის მეურნეობისთვის ცუდი ადგილები არ იყო და აი გერმანელების დასახლებას რაც შეეხება 26-მდე არის რაც მაგ მოძიებული დასახლებული პუნქტი საქართველოში
და ჩვენ ახლა პარალელურ რეჟიმში თითქმის წალკაც დავამთავრეთ მუშაობა და ახლა დმანის ალბათ უახლოეს ერთ თვეში უკვე წინ დმანისიც გვეჭირება ხელში იქაც არის ბევრი გერმანული დასახლებების ფრაგმენტები ახლა დმანიში თუ გერმანელები იყვნენ მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ წიგნზე მუშაობის დროს გავიგე ასევე არიან გარდაბანში სხვადასხვა სარტიჭალაზე აღარ საუბრობ პირველი სარტიჭალას ბოლნისი და ბოლნისში ლუქსემბურგზე ასურეთზე ეს უფრო ცნობილი მოძიწყაროშიც ძალიან ბევრი დასახლება აი თამარისი მარნეულში მაგალითად ისიც გერმანელების დასახლება იყო და ქართლში აგერეს ვარდისუბანი კი ასე 26 ობიექტი ცოტა არ არის და მათ შორის ერთ-ერთი დიდი ახლა პატარა ნამდვილად არ არის ასურეთზე დიდი ნამდვილად გამოდის ბოლნისზე დიდი ვერ იქნებოდა ან თბილისში გერმანელების დასახლება იყო ეს თრიალეთი და დღეს აქ ისეთი სიტუაციაა რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ამ დაბის სტატუსი დღემდე ამ დასახლება შემორჩენილი რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ბერძნებიც არიან შემორჩენილები ფაქტიურად რა ეროვნების ადამიანი სახლობს წალკის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მუდმივად ძირითადი დასახლება ყველა არის დაბა თრიალეთში ბერძნებიც სომხებიც მათ შორის აზერბაიჯანელებიც არიან ძალიან ბევრია ეკომიგრანტი აჭარელი სვანეთიდან და შეიძლება ესე ვთქვათ მულტიეთნიკური დასახლება არის. რამდენიმე გერმანელიც ჩავასახლოთ და იქნება კი, გერმანელი არის. ერთი მოვიძიე რომ გერმანელი არისო, უბრალოდ გვარზე არის, მეუღლის გვარზე გადასული და ჯერჯერობით ეს ადამიანი ამ დასახლებაში ცხოვრობს. ასე რომ ამ ხრივ საინტერესოა და მართლაც ეს დასახლება თან წალკიდან ძალიან ახლოს არის. ალბათ ვინც აქ მოხვდება წალკაში ამ დასახლების ნახვა აუცილებლად მიმაჩნია რომ აუცილებელი არის. ამ დასახლებას დაბას თრიალეთს გვერდზე აქვს სოფელი კავთა. ეს კავთაც ბერძნული დასახლება იყო თავის დროზე, თუმცა კავთას ყოველთვის არ ქონდა ეს სახელი და მას ერქვა ჯერ 1942 წლამდე ერქვა იაკუბლო ეს იაკუბლოთი დაარქვეს როგორც ჩანს ჩამოსახლებულმა მიგრანტებმა, მაგრამ მერე უკვე საბჭოთა პერიოდში მას დაარქვეს სამოქალაქო ომის გმირის სახელი ჩაპაევკა. ჩაპაევის სახელით იყო ცნობილი და 2010 წელს შეუცვალეს სახელი და კავთა დაარქვეს. ხა ეს კავთა ისტორიულად აქ არ არსებობდა, უბრალოდ შედარებით ახალი სახელია, იმიტომ რომ ამ სოფელს ეს დასახლების სახელი არ ექნებოდა და კავთის ხეველები ხო არ ამოვიდნენ. არაფერი კავშირი არ არის კავთის ხეებთან, მეც ვიფიქრე მაგაზე, არც შესაძლოა ერთი კავი, რომელიც ძირითადად აქ ისტორიულად იყო ერთ-ერთი აუცილებელი, იმიტომ სახნავსად ეს სავარგულებია და ძალიან ლამაზი ტბა არის. სხვათა შორის ეს ტბა, რომელიც ოფიციალურად ჩაპაევკის ტბის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვცადეთ სხვათა შორის ძალიან აი მე ვთქვა რომ 50-მდე მდინარეს და 50-მდე მთას პირველად ამაში ჩვენ მე არ ვთვლი რომ ეს დანაშაულია, იმიტომ რომ გეოგრაფიული სახელდება რაც არის შექმნეული თურქული ტოპონიმები რაც არის ეს არ იქნებოდა აქ არასდროს ძირძველი ტოპონიმი. ანუ უბრალოდ ჩამოსულმა მოსახლეობამ დაინახა რომ სამი ბორცვი იყო, უჩთაფალარი დაარქვა. დაინახა რომ შავი მდინარე იყო, თქვათ ყარასუ დაარქვეს და ასე შემდეგ და ეს წიგნი და ეს კვლევა რაც ჩვენ ჩავატარეთ, გვაქვს ისე რომ ვიწერია როგორც თქვათ თურქული სახელი, ასევე ქართული. და იმედი მაქვს რომ თუ სოფელს შეეცვალა სახელი მდინარემ, თამ, ტბამ, კანიონმა, ჩანჩქერმა რა დააშავა, ხო შეიძლება ისინიც იყოს ისეთივე, როგორიც რეალურია. ამით ჩვენ არავის არ ვაკნინებთ, ახლა იქ კომპაქტურ დასახლებულ პუნქტებს კი არ უშლით ხელს, რომ მათი ტოპონიმებმა იარსებოს, მაგრამ ფაქტია, რომ ის სახელწოდება მას იმიტომ დაერქვა, თქვა სამი ბორცვი, რომ სამი ბორცვი გეოგრაფიულად იყო, მაგრამ მერე თარგმნეს ის და სხვა სახელით მივიღეთ და ამიტომაც ეს კავთაში არსებული ძალიან ლამაზი ტბა, ერთი დიდი ტბა არის და სხვათა შორის ძალიან ბევრი ბუნებრივი ტბებია, ხო, გიორგი? ბუნებრივი ტბა არის და აქ თუ მიგრაცია განიცადეს და განიცდიან თქვათ იგივე სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანება, ასე განიცდიან მტაცებელი ფრინველებიც. ან
მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება არის ეს ტბა ძაბრია ფაქტიურად და ამ ტბა კავთაზე ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს რამოდენიმეჯერ რაც მოხდით, სულ იყო იქ სხვადასხვა მოფუსფუსე ცხოველები, ფრინველები, რომლებიც აქ ჩანს ტრანზიტულად. ორნიტოლოგების სამოთხია ზოგადად მაგეთ ამხარე. და თან ძალიან ადვილად მისავს ნებისმიერი მანქანით, ბოინგით მიდი და დაფრინდები იქ. ბიოჯოჭერებისთვის, ანუ ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის და ადგილობრივებს თავისუფლად შეუძლიათ მაგით გააკეთონ. კი, მაგრამ სიღრმეც როგორც მაქსიმალური სიღრმე ჩვენ გვაქვს მონაცემები ამ ტბის, აი 1.70 სანტიმეტრამდე არის, მოცულობა დაახლოებით 0.6 მილიონი კუბურ მეტრამდე არის და საშუალოდ საინტერესო ტბას წარმოადგენს და თუმცა რაღაც ნაწილში ევტრიფიკაციასაც განიცდის ჩვეულებრივი ხელოვნურად თუ არ გაწმინდე. კი ბატონო. შეეხება კიდევ ერთ დაბას, საინტერესო ის არის, რომ აქ ერთი ქალაქის გარდა, მწალკის გარდა არის 3 დაბა. და ეს დაბები იმდენად სხვადასხვა, აი ჩემთვის ახლა ეს 3-ვე დაბა, როგორც შენთვისაც ახლა თრიალეთი შეიძლება ბევრისთვის არც იყოს ესე ბოლომდე კარგად ნაცნობი, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. ბედიანში მე რამოდენიმეჯერ ნამყოფი ვარ, მაგრამ თვითონ ბედიანის გავრცელება, დაარსება, გაშენება, ეს ისტორია არის ძალიან საინტერესო. ჯერ ეს ერთი ის, რომ ბედიანში შუა საუკუნეებში ძალიან კარგად განვითარებული სამონასტრო ცხოვრება იყო, ამას ადასტურებს ის კომპლექსები, რაც იქ ბევრია, დღესაც მოქმედი მონასტერია და ერთი კი არა, რამოდენიმე ტაძარია. თვითონ ახლა ბედიანის სახელწოდება უფრო ჩვენთან ფიქსირდება ბედენის სახელით, იმიტომ რომ იქვე არის ბედენის ქედი, ოფიციალურად ეს ბედენის ქედის სახელით და ბედენი და ბედიანი რაღაცა ერთმანეთთან უფრო ახლო შეიძლება დავაკავშიროთ და საინტერესო რაც არის ბედენის და ბედიანის ამ დაბის შემთხვევაში არის ის, რომ აქ ფაქტიურად ძველ რუკებზე მე-20 საუკუნის დასაწყისში ფაქტიურად დასახლება არ არსებობდა. 1950 წლის მონაცემების მიხედვით აქ არაფერი არ იყო, იყო მხოლოდ ეკლესიის ნანგრევები. რაც შეეხება 1954 წელს, როდესაც უკვე საბოლოო ჯამში გაკეთდა კასკადები და შესაბამისად დაიწყო ხრამხესების მშენებლობა, თავისთავად მოსახლეობაც აქ შემოიყვანეს და დაასახლეს ხესებზე მომუშავე მოსახლეობა, მაგრამ საინტერესოა კიდევ ერთი ის არის, რომ 1963 წელს აი ოფიციალურ დოკუმენტაციაში როცა ვეცნობით ამ ყველაფერს, აქ გამოჩნდა ფსიქონევროლოგიური სამანტყოფო. და სამწუხარო ის არის, რომ ამ სამანტყოფოში მოყავდა ზუსტად ის საბჭოთა ანტიგმირები თუ როგორ თქვა ეს ტერმინი, საბჭოთა მტრები და ფიზიკურად აი მათი განსახლების ადგილად იქცა ეს თითქმის პოლიპატიმრების და პოლიპატიმრები 25 წლის განმავლობაში, აი ესეთი შენიღბული რაღაცით ეს დაბა უკვე იქცა ასეთ ხალხის თავშესაფრად შეიძლება რეპრესიული ფსიქიატრია იყო ხო ფაქტობრივად კი და თან იმდენად დიდი სამანტყოფო 800 ადამიანზე გათვლილი სამანტყოფო რომელიც იქ ფიზიკურად მოსახლე 800 კი არა 80-იც არასდროს არ ყოფილა ეს საკმაოდ ისეთი ამბავი იყო და მე როგორც ყველგან იქ იყო შეიქმნა პიონერთა ბანაკი ასევე სხვადასხვა ობიექტები და სახლიც იყო მე ასე ბავშვთა სახლიც კი რომელიც დღემდე ცოტა შეფერხებით მაგრამ ფუნქციონირებს უბრალოდ ეს არის შეგვიძლია ვთქვათ რომ დაბა რომლის ასაკი დაახლოებით 70 წელს არ აღემატება და ფაქტიურად ამ დაბის შექმნა არსებობა ისტორია და ფუნქციონირება აი საბჭოთა რეჟიმთან არის პირდაპირ კავშირში და შეგვიძლია ვთქვათ და სხვათა შორის ფილმიც არის ბედიანზე გადაღებული, მხატვრული ფილმია და საერთოდ ეს საბჭოთა რეჟიმის კვლევარებისთვის, რაღაც ისტორიოგრაფიისთვისაც აი ბედიანის გარეშე ვთქვათ მე-20 საუკუნის შესწავლა შეიძლება არ იყოს ისეთი კარგი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი პატარა მაგალითი არის და არც თუ ისე პატარა რომ ესეთი რაღაცა მოხდა. ასე რომ დაბა ბედიანთან ერთად ასევე იქ ისტორიული ძეგლების გარდა გზაზე მე მანამდე ბევრჯერ მქონდა ეს ნანახი და
როცა ამ ხეობაში არის ძირითადად იყო ესეთი სიტუაცია, რომ წალკაში მოხვედრა ბევრად უფრო კომფორტული იყო თეთრი წყაროდან აი ამ გზით. იმიტომ რომ სხვა გზა 2010 წლამდე არ არსებობდა. ვერც მანგლისიდან კატასტროფა იყო, ჩვენ რო დავდიოდით უნდა წასულიყავი მაშინ რაღაცით ირით. მე რა მახსოვს, იცი რომ თვითონ გზაზე კი არ დავდიოდით, საშუალება იყო მინდვრებზე გადავდიოდით. ხო, ეგ ისა თრიალეთი იმით თეთრი წყაროდან გადადიოდა ზუსტად ეგ. ხო, ესე ამოტექნიკები. ბიპის გზას ვეძახდით მაგას. ბრიტიშ პეტროლიუმის ბაქო-ჯეიხანის გზას. გეუბნები მანგლისის გზაზე გეუბნები, ანუ მანგლისის, ანუ თეთრი წყაროდან კი არა, მანგლისის მხრიდან და ხო, მანგლისიდან სტალინგრადი გეგონებოდა რა, რომ აი სტალინგრადი. არა, კატასტროფა იყო, აი ზუსტად 15 საათი გინდოდა 150 კილომეტრის გავლას. და იქ კიდე ხა მანქანა თუ წყობაში დარჩებოდა, ის კიდე ცალკე თემა იყო. ჩვენ ყოველთვის როცა დავდივართ, გამოსორდა ხო ეს 2000. ანუ ვერასდროს ვერ მიდიოდი, აი მე შემიძლია ვთქვა, რომ რამდენჯერ მაგ მხარეში ვიყავი მხოლოდ ერთი გზით, ანუ როგორ თბილისიდან წასული და უკან წამოსული აღარა, იმიტომ უკან მე იქიდან მოვდიოდით ახალციხიდან. ახალციხიდან, ხო. ისედაც საინტერესო გეოგრაფიული მარშრუტი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმხელა 15 საათიანი უკან გზის გამოლას 5 საათში დიდუბეში იქნება. და ეს სხვა შორის იმ ინტეგრაციასაც უშლიდა, იმ ხალხის ინტეგრაციას. კი, რასაკვირველია. ეხლა ისე არის დატვირთული ზამთარში წყლიერად დავდივართ. ძალიან ინტენსიურად, არ უჭირთ იმათ თავისი კარტოფილის რეალიზაცია. აი იმდენად ბევრი მაღაზია, აი მე მაინც ესიც უნდა ვთქვა გულის წოხილით, იმიტომ რომ წალკაში, აი თვითონ ქალაქში სადაც აი საწვავს ვერ ასხავდი ვერანაირ 15 საათი რო რაღაც ტრანსპორტით დადიხარ და დანგრეული გზაზე მიდიხარ, საწვავი მარაგი არ გექნება, ხო? აი შანსი არ ქონდა. მაღაზია აი წყალსაც პურს ვერ ყიდულობდით, ეს ხო ის არ არის. არა, ყველაფერი აქედან მიქონდა ჩვენ მახსოვს. კი, და დღეს უკვე ხა რესტორანი იმდენია, სხვათა შორის ხა ინფოტური ხავს, ვაქს დაგეგმილი და მიყვავს კიდები, სასტუმროებიც არის და ეს გამოსორდა ეს სიტუაცია. უნდა დაინახო ხო? ხო, იცი რა, მე ის მახსენდება, გზავჭამო თო რო იძახდნენ და გზა არის მთავარი. გზა თუ არ არის, მაშინ არაფერი. ხო, ნახე რა მოხდა ეხა ეს გზები რო აცდა რაღაც ადგილებს. კი. ჩაკვდა ხო ის, იმიტომ რომ ის გააცოცხლებდა თქვა იგივე ზესტაფონის კაფე. ზესტაფონ ხაშურს და სხვა ტერიტორიებს. ამიტომ ეს უნდა აუხსნა ადამიანს. კი, ერთი მაგარი ციხი არის ამ გზაზე. და ამ ციხის შესახებაც ნაკლებად არის ინფორმაცია. ციხეს ძირითადად ყემლიანის ციხეს ეძახიან. ფაქტიურად არის დმანისისა და წალკის საზღვარზე, მაგრამ ოფიციალურად ბედიანის თემს ეკუთვნის. და ასევე ქვია მოდი ვნახე. ეხლა მოდი ვნახე, ამაზე ერთ ჩანაწერში წერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პორტალზეა და მანამდე მოდი ვნახეს ციხის შესახებ მე ცნობები არ მქონდა. მოდი ვნახე კი ვიცი, სადაც არის საჩხერის ტერიტორიაზე, მაგრამ მოდი ვნახეს ციხე ერთ-ერთი ძალიან საინტერესოა და თან იმდენად სტრატეგიულ ადგილას არის, რომ ამ ციხის ტერიტორიიდან ფაქტიურად პირდაპირ უყურებ გომარეთს, ანუ დმანისის ტერიტორიას, უყურებ პირდაპირ წალკას, იგივე თრიალეთს, აქეთ თეთრი წყაროს, სამშვილდეს, ფიტარეთს, ანუ იმდენად კარგ 4-ვე მხარეს უყურებს ეს, იმდენად სტრატეგიულ ციხეს წარმოადგენს და არც თუ ისე ხა შემოსევებმა და ალბათ მიწისძვრებმა იმდენად ვერ დააზიანეს, არ არის ისე რომ განადგურებული იყოს, კარგად აღიქმება ყველაფერი და ესეც აი ამ გზაზე არის და შესაბამისად აი ბედიანიდან როდესაც ამ გზით გადაადგილდები მოხვდები ან თრიალეთიდანაც, აი დაბა თრიალეთიდან ძალიან ახლოს არის ეს ხრამჰესი. ანუ დასახლება ჩვენ აი საქართველოში ტოპონიმებს შორის ქონდა ერთი შაორჰესი, რომელმაც იარსება დაახლოებით 30 წელი, 90-იან წლებში აღარ არსებობდა ეს დასახლება, დაბა იყო შაორჰესი, ცხოვრობდა დაახლოებით 20-30 კომლი, მაქსიმუმ მეტი არ იყო, შაორის მშენებლობის დროს იყო. დღეს სხვა ჰესის დასახლება ესე ტოპონიმში ზაჰესი ხო, ეს ზაჰესი შეიძლება ესე ვთქვათ, სხვა დასახლების ამბავში არის, მას დაბის სტატუსი არ აქვს თბილისის უბნად ითვლება და სოფლათაც აღარ ფიქსირდება იმაში მცხეთაში და ეს დაბა არის, დაბა ხრამჰესი, სადაც ფაქტიურად აი მოდით ესე ვთქვათ, რომ ამ დასახლებაში დრო გაჩერდა ის რაც იყო 90-იან წლებში ბევრი რამე იქ არ შეცვლილა
მოსახლეობა რასაკვირველია, მშვენიერი გარემოა, ესეც უნდა ვთქვათ, ძალიან კარგი მიკროკლიმატია, მაგრამ ძირითადად ეს არის მაინც ინდუსტრიალიზაციაზე და ძირითადად ხრამის ჰიდროელექტროსადგურის სისტემაზე და ფაქტიურად ეს დასახლება დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით თუ არ ვცდები 100 მოსახლეც შეიძლება მეტი არც იყოს. პირდაპირ სახელწოდება ყველაფერი უკავშირდება ხრამის ჰიდროელექტროსადგურის პირველ კასკადს, მეორეც არის იქ ცოტა მოგვიანებით აშენებული და ესეთი მდგომარეობა გვაქვს.